რა მშვიდობის ახალ მოკლედ ისეთ ხელა მაინც ცხელა თელი ათახი ყირამალა გუში არაფერი არ მომილაგებია იმიტომ თელი დღე დავიწყოთ წინ დავკა არა მომილაგებია ისეთი რაღაცებიაც პირველადი საჭიროების ან სმელს გულისხმობანა კიდე კაიევა მესადვილად გადაიარა საშინელი გაცევა просто თუ ვირუსი თუ რა აქ ვაკეთებ ბონიეზოში ჩავიყვანა იმ ვიდეოს გუში ანუ დილის ვლოგი ხო იყო მერე ეს იყო და მერე იყო მისაყიდლად რო წავედი ვენტილატორით კი ავტკეთ მერე იყო ვენტილატორის საყიდლად ხო და მე კიდე ისა ის ორი გაკეთებული მაგ და ეს აგერე ხაკეთდება დადებული მაგის ანუ როგორც ბოლოს დამჩემდა მეგონა რომ გამოქვეყნებული იყო და ჩემი ფეხები თურმე არაფერიც არ იყო გამოქვეყნებული Rakshia. Mama maimuni. Lato mama maimuni. Mama tudi. Lato atsudi. Mama suelize. Suelize takis, ha? Me mina kagi. Kushirtse unzoda. Kagi teta. Da. Igaz sutkuya. დავისხიო და იქ ამ გამოიყო მაცივიდან და დაუსხარა ხო და დედაო ეს გაფუჭებულია რამე ხა ჩავიხედე და მართლა გაფუჭებული ანუ აქაც დავტოვეთ მაცივაში ეგრზე დაუსხია იქას აა ვიცი არ მფიქრია და ესე იგი მის მერეჯას მამა მაიმუნია ოქსოდის და მისხა ასას მე ქაღალდებს ხარჭა რა კაიანია ვიღმერთო აკორპირი Really good water. Mama tudi. I know. Tudi I had to do. Shala. Mama. Shala te do. I need to. Okay. Moira.
ხელი გაკეთებული. Georgie. Ma. Georgie. Bici, aha, Georgie. Georgie არის? Fabia. SPG Baya. Okay. Haiushki, haiu. No. Moment că tabac toate. რა კარგია. ჩვენ ამ მოსკოვის დამზადზე საერთოდ არ გქონდა, იმიტომ რომ იქ ისე გრილოდა, არასოდეს არ დაგჭირებია ვენტილატორი. დაჟე სკვაზნიაკიც არ გქონდა ხოლმე. იმიტომ რომ პირველი სართული იყო და ძალიან გრილოდა. სიცოცხლე. გაზრდა. წუხელებას წყალი გადავავლე. ესე იგი ბათუმში ამას მამამისივი და აქ ალერგია. იქაურ ჰავაზე და მტვერზე, ანუ ნახე როგორ ხო ეკრობა სხეულზე, ანუ ხო იოფლება ეს წებოვანი, ხო ყოველ დილას საღამოს ვიბანდით. და მაგალითად აქ თუ ბავშვი შეიძლება წინააღმდეგი იყოს, იქ ისე ეკავებოდა, ხო თან ზღვაში ეს არის შარდის, ანუ მაგლიერი წყალი არ შეხებია. უბრალოდ ენესტიანი ხარ რომ იოფლებ მე გეწებება ყველა. ხო და მე ეკავებოდა სასტიკად ეკავებოდა. ანუ იქ საწოლში ოწვებოდა, ეკავებოდა დივანზე მივიდა, ეკავები დაგლეჭილი ქონდა და ამიტომ დღეში ორჯერ, სამჯერ ვიბანდით. ხო და აქაც რო ჩამოვედით გუშინაც დაუბანი, აი ეს დაგლეჭილი ქონდა ბავშვს ესე. გაწევლები წუხაღა მე გამაღვიძა ამის ფხანა მიფხანსი ახლა მე ვფიქრობ რომ ჩამოვედით დაიბანა და ვშო არა ხოდა მე მივხვდი რომ ერიუსი უნდა დამენებინებინა თავალევინე ერიუსი ვინც არის ბავშვების სითხე არის დასალევი ესეთი რა ანტიალერგიული და ცოტა ხანში გაჩერდა დაიწია და დღეს დილას სრულიად ალერგებულია გასტატა წითელი ახალ არაფერი აღარ აქვს იგი გავგვიშდი წავშალეთ ვერ დავნაყრებულა წყლით ვერ დავწყურვებულა იმიტომ რომ იქ სასვამი ამ წელს ნაღიდის ვავდით, რომ იქ არის კატასტროფული. არ ვიცი, თავად როგორ არის მოსული, იქნებიან. დედა უშინი იყო 0108. ხო ანუ მოხდა ჩემი დაბადების დღე. დედა როგორ გადის დრო? როგორ გადის დრო? დრო გადის ხალხო უსწრაფეს, მე არ ვიცი პროსტა როგორ გადის დრო.
მერვე თვეა უკვე. აი და ისეთი განცდა მაგრამ ახალი წელი ახლა იყო. ვის გაგვთაბა ეგ განცდა? რო ახალი წელი თითქოს იყო ახლა. მაგრამ არა მერვე თვეა უკვე. და მე-9 თვეში 11:09-ში ნინი გახდება 11:09-ში ნინი გახდება 36 წლის. მადლობა ღმერთო. მადლობა. შენინებით და შენი წყარობით. ასე. ხავა. შვიდი გრამი ყავა. 6 გრამი შაქარი, ჩემი იდეალური გემო. ჩემი კობზები ზუსტად ეგრე გამოდის. ანუ თან მარტივად რა. და ჩემი ჭიქით, გემოცა მოღამებული მა. არა, იქ ჭიქა სხვა ზომის იყო. შაქარის, ანუ კარფურის შაქარი. რა ვიცი, არ ვიცი, მოკლედ იგივე პროპორციებით ვაკეთებ და იყო წყალ-წყალა და კაბილი ზედმეტად. ესეც კარფურის ის არის ეგერ. დიდი შაქარი. მე ბონტას როგორც ცხელა დედას კოკოს. აი იმ ჩანთაში იქნება ანდროს იასამნის ფერში. შად უხდება და მეც მივარო. ანდროს აქციაში თუ იქნება მილკას შოკოლადი. ეგ უყიდე. ეგ უთავდება და უყვარს. ორნაბიში. და მარილი, ხო. პური არის? ჩემი პური. ერთი არის კი. პური არა. ანუ ევას გასუნდა. ხო? ნაიკენი Strawberry ნაყინი. მილკა თუ აქციაში. ხო. მარილი. აჰა, ოკეი. შეიძლება აღარ იყოს რამდენი ხანი გავიდა უკვე. სნიკერსები ლარი და 30-ში ყოფილა აქციაში. ეგეთი აქცია რავი არ გამიგონია მე.
აი. შოკოლადი მინდება ხოლმე ციკლის წინ. ეს ჩემი დილის კაფე აქმზე გადავიდა ნეტა თუ არა გადავიდა ნახე რა ამბავი იქით იქნება გადასული აი იქით აღარ კაი ეს რობერა თქვენც უბრალოდ გავატონა. გამშვიდობს. და ვენტილატორი მოგწონს? ძალიან მოწონს. No, brother. Vai, Mirella. Très rouge. ეთერი სამკოში დიდები 60 და ღირდა საშუალოები 50-იო. ესა. არ ვიცი ზუსტად ესეთები თუ არა, მაგრამ აქედან იქ წასვლა სამკოში. ის არ ვიცი ესეთია თუ არა.
არ ვიცია როგორები. დიდი 60 და საშუალო 50. ესეთი თუ ისეთი, ეგ არ ვიცი. შეიძლება ის პლასმასები ჩვენ რომ მოვიტანით გუშინ 50-ით არ მქონია მოტანილი ის. საშუალო იყო ის. დავი აბა ეხა დილას დაწერა და წავიდეთ თუ გინდა. ნახო და მოვბრუნდეთ. არ იქნება ესეთი. დიდი არქილარი იყოს სხვაობა. ლილოშიც კი არ იქნება ესეთი ზუსტად 60 ლარი. ანუ ამ ხალხს სხვაობა ლილოსთანაც კი არ არის ხოლმე. ეს კაცები გუშინ ვეღარ აუდიოდნენ აწყობას, ისე იყიდებოდა. მე თვითონ მიძვირებენო. ამ დროს ძვირია ყველაზეო. სეზონი როცა არ არის, სხვაფასია ხო? ხა. ჩვენ საერთოდ არ ვაპირებდით ყიდვას. იმიტომ რომ ხო გეუბნები მოსკოვის გამზირზე მე არ მქონდა ვენტილატორი. კენოსაც იმიტომ დაუტოვე და არ წამოვიღე ჩაქვიდან, რომ ჩვენ ვენტილატორს არ ვხმარობდით. ქვებს დატოვებ რა კაცი და ვენტილატორს წამოიღებ და მთელი პირალი წამოვიღეთ მაშინ. მაგრამ არა ვხმარობდით და მიდი ჩასვით უყარს. ზაზუნა არის ცხოველი, დიახ, მართალი ხარ. აი ეს რო ეფარჩხება ისეთი ფეხებიანი იყო. სანდრონი ძალიან გახვალებს მაინც განაიმოწმე ფილტვები, არაფერი გამოგეპაროს. ილია როგორ ხარო? არ გამომეპარა ძვირფასო. მე იმისთანა გამომეპარა ერთხელ, მაგრამ მაშინ ბავშვი ვიყავი. ანუ ფილტვებზე როცა მაქვს ვიცი როგორ ვარ. წყალი მიდგებოდა უკვე ესეთი. ანტება მქონდა. ნუ არასდროს თქვა, არასდროსო. ნათქვამია. იანი ხალხის მიერ, მაგრამ მაინც ვსნოფ ანუ იმის თქმა მინდა. რუსო, ნი მიხარია მადლიერებას რომ გამოხატავო ეს დონაციას გულისხმობს. როგორ არის იცი? მე ხო ამაში ძამწვანე ვარ. ანუ მე არ ვიცი დონაციაზე. ეხა დავიწყე და რადგან პირველი ვინც ჩამირიცხა 10 ლარი ჩამირიცხა. ანუ ნინიმ და კიდე სხვა ადამიანმა ჩამირიცხა, ოღონდ ჯერ იმ სხვა ადამიანმა ჩამირიცხა, მე ნინიმ და ნინის მეგონა ეგის. ანუ ხო და იმ ადამიანმა ესე იგი წარწერა გამოაყოლა, რომ ჩემი სახელი არ თქვაო, არ მინდაო. ხო და ვიფიქრე რომ სახელი თუ არ უნდა ადამიანს რომ თქვა, შეიძლება არც ის უნდა ვთქვა, რომ რა თანხა. მაგრამ მე ვიფიქრე რომ და არ ვამბობდი. უბრალოდ მადლიერებას ვამბობდი. და მე ვიფიქრე რომ
მე მგონი ძალიან უფრო სწორია რომ თქვა რა თანხა და სახელი. ანუ ხა მაგალითად თუ ვიტყვი ნინი ან ლია ან თამარი ან მარიამი ან რა ვიცი ირმა ნებისმიერ სახელი, ხო? ახლა ვინ იცის რომ ვინ არის, ანუ გვარს ხო არ ვამბობ. გვარს არ ვიტყვი და ადამიანებმა არ იციან ვინ არის. დავთვლი რომ ეს უფრო სწორი იქნება. გოგო ბუჩი გაიგა. დავფიქრობ იმ ადამიანებს მეთქი. ბუჩი გაიგა. დაიღალა, დააძინე. ვისიც არ თქვი მეთქი, აი სახელი ვთქვი და მადლობა ყველას აბსოლუტურად არავინ გამომიტოვებია და მადლიერება ძალიან დიდი მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ არ მithქვამს თანხა და ეხა მაგას ვფიქრობ იმ ადამიანებს მეთქი ეგ ხო არ ეწყინათ თქო რომ ის თანხა რაც შარიცხეს ის არ თქვი თქო. აი მე იმდენ რამეზე ვფიქრობ ხოლმე ხალხო რომ მე თავი მილაყდება. მაგრამ მე თავს იმით ვიმშვიდებ რომ ეს ადამიანები ამას ჩემთვის აკეთებენ, ჩემს გასახარებლად და ჩემი სიყვარულით და იმედი მაქვს და გული არ დაწყვეტიათ იმის გამო თუ კონკრეტული თანხა არ ვთქვი. თუმცა ნამდვილად ვიტყვი ახლა. ყველას მარტო იმას არ ვიტყვი თუ მაგალითად ვინმე მეტყვის რომ აი არც სახელი თქვა ჩემი და არც თანხა წააწერეთ ვისაც ეგრე კენდომებად. ხო და დანარჩენს უბრალოდ სახელს ვიტყვი და თანხას. შეგი ოფლი გამდის. აი არ ვიცი პროსტა. ანქსიუს, ოღონდ იქ არ ვიცი მოვა თუ არა, მაგრამ მე მოვალ. სმაილი ნახეთ რა ტრაგიკულია. ხრავთ. იმედია ეს დაშორებას არ ნიშნავს. ახლა რით ვერ გაიგეთ რომ მე შენ უბრალოდ ცხებს არ მივმართ. მე არა ვარ ის ქალი ერთს რო ფიქრობს და მეორეს ამბობს და მესამეს რო აკეთებს აქ. დაშორებას რო ნიშნავდეს პირდაპირ მასე ვიტყოდი. აი ესე პირდაპირ. ახლა ღმერთმა იცის შეიძლება იქამდე ადამიანი დაშორდნენ მე არ ვიცი თავს არაფერზე არ ვდებ ის კი არა ანუ იმას ვფიქრობდი რა ბედნიერება ამ ერთი შარჟანაც რომ ვიყავი ზღვაზე და წელსაც ვარ ესე იგი ცოცხლები ვართ თქო და ზღვასაც უთხარი მშვიდობით არა ნახვამდის მეტი ანუ მომავალ წელს დავბრუნდები თქო რა ხო და იქ არ ვიცი იმიტომ ვთქვი რომ რავი კაცი 17 დღე საწოლში იწვა ხო ხო და იტანჯებოდა და რაღაცა და ვუთხარი კიდევაც რომ მეთქი მომავალ წელს თუ გინდა მეთქი შენ უწამოხვალ თქო და თვითონაც მაგის მომხრე იყო იმიტომ რომ მოვდიოდი ისეთი გაბდღვიალებული და გახარებული იყო არც ერთი დღე იქ ეგრე არ ყოფილა ხო და მეო წაგიყვანთო ჩამოვალ თბილისშიო და აგერე ზამოგორდება საწოლში და ისევ ენითუ თქმელად დაისვენებს იმიტომ რომ ნახე იქ იყო არ მეხმარებოდა ანუ მეხმარებოდა როგორ არ მეხმარებოდა მინიმალურად მეხმარებოდა ჩემს ნერვებზე ძალიან აისახებოდა მით უმეტეს რომ მე იქ 2 სამსახურით და 3 ბავშვით ვიყავი და არც არაფერი არ უთხარი იმიტომ რომ მეთქვა ვერ ვეტყოდი ლამაზად როგორც საჭიროა რომ ახლა ნახე რას დავაკვირდი ადამიანს როცა ეუბნები სიმართლეს გაბრაზებული ის ეუბნები ისეთი ფორმით რომ მე აღარ აქვს მნიშვნელობა მართალი რო ხარ მაგას ხო და თუ ეგრეა მე ადამიანი ეგრევე თავგადაცვაში გადადის და გამოდის ომი და ახლა იქ დასასვენებლად წავედი ამდენი ფული გადავიხარ ახლა იქ ომი მე არ მინდოდა შესაბამისად არაფერი არ მიყავს მაგრამ ნერვებზე ძალიან მირყავდა ეგ თუმცა რა თქმა უნდა იცის მე ვილაპარაკეთ მაგაზე მაგრამ ხო და რა ვიცი რაღაცა წამოვიდეს და რაღაცა იტანჯოს მეც მეცოდინება რომ არ არის ადამიანი და პრეტენზია არ მექნება ისიც აგერ საწოლი ტელევიზორი ტელეფონი და იქაც სხვა არაფერი გაუკეთებია ის ხათრით ჩავიდა ორჯერ და სულ ეგ იყო და საერთოდ პაპა ჩემი მთელი ცხოვრება და ძავიჩი კაცების უმეტესობა ეგრე არიან წაიყვანენ ცოლ-შვილს დატოვებენ და თვითონ დაჟე საწოლში კი აწვარან მუშაობენ მაგ დროს და მე ისევ მოყავთ რა ვიცი
ნორმაა ეგ. და ეგ მუთხარი ზღვას. მაგრამ თუ მაგალითად მომავალ წელს ვიმე არა მეც მინდა და წამოვალო და გინდაც თავის ვიგზნო როგორც წელს ვიგზნობდი საწოლში კი არ ვიწვევი და 10000 ფილმს კი არ უყურებ მოგეხმარები და შენს გვერდით ვიგნები და მინდა წამოსვლაო წამოვიდეს და თუ ისევ არენდომა დარჩეს ეგერ გუშინ წავიდა დილას მანქანა გარეცხა მე ჩვენ წავედით მთელი დღე დავდიოდით ვენტილატორები ასე ორი ვენტილატორი და ჰქონდა მე ისა რა ქვია წავიდა ფრეონი ჩაასხა მე ეს მეორე ვენტილატორი უკან დავაბრუნეთ მე საღამოს კიდე ხელოსანთან წავიდა ეს მანქანა რომ გააკეთა იმ კაცმა და იმის მე რომ გაფუჭებულია ხო და მოკლედ რა ვიცი მთელი დღე ხარ ასშვებოდა ხარას და დღეს დილას ადრე უთენია ადგა და წავიდა ანუ აქ რო არის ნორმალურად არის და იქ რო იყო იმენა რავი აი დაშლილები რო ამანქანე დაშლილი იყო ეგრე ვერ იტანს იქაურობას და რავი და აზრია ხა ეგეც ეგ ვიგულისხმ ესე იგი ნებისმიერი სიტყვა რასაც სიტყვი უნდა განმარტო აი როდის იყო მე ხა ისეთი ქალი ვიყავი რომ ერთი წლით ადრე წინასწარ აი ამას ნამიოკებს ვარ ტყავდი რომ წალი გინდა ეგ არა წამო ჰა ვაიმე ანდრუს მაგიტო იდექი ამდენი ხანი რატო არ მითხარი შვილო მე რა